დიახ, შეიძლება ითქვას, რომ დღეს სასამართლო პროცესზე რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება, რადგან სანქცირებული მოსამართლე თამარ მჭედრიშვილი, როგორც კი სიტყვა უსამართლოს ისმენდა, შენიშვნას აძლევდა სწორედ ადვოკატებს, რამდენჯერმე ის დაპირისპირებაში შევიდა დაცვის მხარის წარმომადგენლებთან, ცდილობდა სასამართლოში ერწყმუნებინა, რომ ის უსამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რომ თითქოს მას არავისი არ ეშინია და აქვს დიდი პასუხისმგებლობა, როდესაც მსჯელობს სხვადასხვა შუამდგომობასთან დაკავშირებით, რამდენიმე წუთში უნდა გახდეს ცნობილი სანქცირებული თამარ მჭედრიშვილის გადაწყვეტილება აღკვეთი ღონისძიების გადახედვასთან დაკავშირებით 8 სინდისის პატიმრი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, დაცვისა და ბრალდების მხარეებმა საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს, სინდისის პატიმრებმა არ ისარგებლეს სიტყვის უფლებით, რადგან ფიქრობენ, რომ ეს არის ფორმალური საკითხი და რეალურად არ შეცვლის გადაწყვეტილებას მოსამართლეს, სხვათა შორის ბევრი არ უსაუბრია ბრალდების მხარესაც, მან სასამართლო პროცესზე პირდაპირ თქვა, რომ არაფერი შეცვლილა, აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საფუძველი კი არსებობს. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ პირველი დაპირისპირება ადვოკატ შოთა თუთბერიძესა და მოსამართლეს შორის. თვალებს ჩახედეო და შეშინებული. შიშზე არ მქონდა უფრო მქონდა პასუხისმგებლობის გაცნობიერებაზე აქცენტი შიში რა შუაში არის. ანუ პასუხისმგებლობა არმა გაცნობიერებული ასე გონია. არა, მოსამართლე მინდა რომ ის დისკომფორტი მაინც შეიქმნას, რომ თუ სამართლო გადაწყვეტილებას და უკანონო გადაწყვეტილებას მიიღებ, ის დისკომფორტი მაინც შეიქმნას, რომ ავტორია შეხედოთ თვალებში და ბრალდებულებს შეხედოთ თვალებში, რომ თუ გადაწყვეტით, რომ გააკეთოთ ის ჩემი აზრის გაკეთებასაც აპირებთ, აი ჩახედეთ თვალებში გორგაძეს, მიმინაშვილს, ჯავახიშვილს, ბავშვებს პირდაპირ მშრომობით და უთხრით, რომ მე გულწრფელად ჯერა თქვენ გაიქცევით ანა ფოტოშოპს ჩაიგდეთ. იმიტომ რომ ეს დისკომფორტი მაინც იგრძნოთ თორე სიცხული რა შეაშია. მე მაგას მითითებ, რომ დისკომფორტი უნდა შევიგრძნო რამეზე. ბატონო, შოთა, შენიშვნას გაძლევთ ამასთან დაკავშირებით. შენიშვნას გაძლევთ ამასთან დაკავშირებით და ძალიან გთხოვთ, ანუ რას ნიშნავს დისკომფორტი და მითითებები და ასე შემდეგ. სხვა შემთხვევაში იმედი მაქვს. ვერ გავიგე რა გნებავ პასუხისმგებლობ. ანუ რატომ ეჩხუბებით? მე ეჩხუბებით. გაძლევთ შენიშვნას კი ბატონო, მანამდე განმარტე, აქედან გამომდინარე, რომ არ შეგეშინდეთ თუ არ ვიცი რაღაც ესეთი დასკვნა გამოვიტანე მე. არა, არასწორად გამოვიტანეთ, ხო ხომ გიმარტეთ. გასაგებია, დისკომფორტი რაც შეეხება, თვალებში ჩახედეთ და დისკომფორტი არ იგრძნოთ და ასე შემდეგ, ეს მითითებები მოსამართლეს არ უნდა. მითითება არ არის, მოსამართლე, ეს იყო ჩემი სურვილი და კიდევ ერთხელ გიდასტურეთ იმას, რომ სურვილია გასაგებია. უკანონო გადაწყვეტილებას მიიღებ, ცხადია, იმის დისკომფორტი მაინც უნდა შეიქმნას, ამას უნდა მოყვეს ის შედეგი, რომ თვალებში უნდა მიყუროთ მეც და ყველა პროცესის ყველა მხარესაც, აბა თქვენ გადაწყვეტილება მიიღოთ უკანონო და არც შემომხედოთ ესე უნდა მიიღოთ კაბინეტში. რას ნიშნავს ერთ უკანონო გადაწყვეტილების და რას ნიშნავს თუ არ იცით მაშინ შენისა საკომაზროთ მოცულობა ამასთან დაკავშირებით გითხარით უკვე და თუ მხოლოდ თქვენი სურვილია გასაგებია ეს ყველაფერი და მითითებები იმედი არ არის. მადლობა გესმენთ. მე მითითებს ოდესო სასამართლოს ვაძლევთ. ცხადია ჩემი სურვილია მე გევს თქვი. კი ბატონო, სურვილი გავაჟღერეთ ხოლმე. მეორედ, როდესაც მოხდა დაპირისპირება ადვოკატებსა და მოსამართლეს შორის, საქმე ეხებოდა კახა კოჟორიძესთან, მოსამართლის კამაც. კახა კოჟორიძე უხსნიდა სასამართლოს, რომ მეფხია კასრაძეს მიმალვა არ სურდა, მას რომ ქონოდა მცდელობა მიმალვის მიმალებოდა, რომ ქონოდა განზრახვა მიმალისი საზღვრისპირა სოფელში ცხოვრობს, ძალიან ბევრი ტერიტორიიდან შეეძლო დაეტოვებინა ქვეყანა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ გრძნობდა დღეს, რადგან სამთავრობო მედიით გავრცელდა მის წინააღმდეგ კადრები, არსად წასვლაზეც კი არ უფიქრია, როდესაც საუბრობდა სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით კახა კოჟორიძე, მოსამართლემ მას რამდენჯერმე შენიშვნა მისცა, შემდეგ კოჟორიძემ უთხრა მოსამართლეს, რომ არ უსმენდა სასამართლოს მოსამართლე, რასაც სასამართლოს გაღიზიანება მოყვა, მოსამართლემ რამდენჯერმე შეაწყვეტინა დაცვის მხარეს სიტყვა, შეიძლება ითქვას, რომ სიტყვა უსამართლობაზე რეაგირებდა დღეს მოსამართლე, რაც დაცვის მხარეს უჩენს განცდას, რომ მოსამართლეები არიან დაკომპლექსებულები და ცდილობენ ახლა, რომ ყოველ მითითებაზე, რომელსაც დაცვის მხარე მათი მისამართით აკეთებს, ჰქონდეთ აგრესიული პასუხები. მეფხია კასრაძე ხო იყო ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორი. ამ ჯგუფის მონაწილეები ვინ არიან? ამ კითხვაზე პასუხი არ არის, მასეთ ტიპის საქმეებზე არის შექმნილი ძალიან უსამართლო
დამოკიდებულება პირების მიმართ ამ უსამართლო დამოკიდებულებაში ჩართული არის როგორც პროკურატურა, ასევე სასამართლო ამას პირდაპირ ვიტყვი, ბუნებრივი შენიშვნას გაცხოვთ მაგასთან დაკავშირებით ისაუბრეთ მხოლოდ იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ახლა ვიხილავთ. აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით. თქვენი შეფასებები არის ალბათ მინდა გითხრათ ეს ყველაფერი. თქვენ მე მგონი არ მისმენთ უკაცრავად მე რას ვსაუბრობ. ძალიან კარგად გისმენ და ეს ამაზე შენიშვნას გაძლევთ, მაგას რომ მეუბნებით მე მოსამართლეს რომ არ მისმენთ. არა, იმიტომ რომ სხვა რაღაცა ვთქვი. მე არ ვიღებ მაგ შენიშვნას, იმიტომ რომ თქვენ არ მისმენთ. არიღებთ ესეც პრობლემა. ეფხია კასტრაძეს აქვს თუ არა უფლება რომ შექმნილ ვითარებაზე ჰქონდეს აზრი რომ სამართალდამცავი ორგანოები უსამართლოდ მოქმედებენ. ამის უფლება აქვს თუ არა აქვს? აზრი ერთია და არა, გეკითხები. აღკვეთთან დაკავშირებით კითხვა. არა, მაგას პრობლემა არის, რომ თქვენ არ გვისმენთ ახლა სიმართლე გითხრათ რა. კიდევ ერთხელ გეუბნებით, არ გვისმენთ. გაძლევთ შენიშვნას ამასთან ბატონო, მომეცით შენიშვნა, მაგრამ ბატონო, და შემდეგ შენიშვნაზე აუცილებლად მივიღებ ზომებს უკვე 95-ე მუხლით. ხოთ რომ მომისმინოთ. მოსამართლეს ეუბნებით არ გისმენთ და გისმენთ რა თქმა უნდა, მანამდეც გისმენთ და ახლაც გისმენთ. სხვა რამეს ვამბობ მეთქი, მაგას არ მომეცით. მისმენთ, რას ნიშნავს არ გისმენთ? იმიტომ რომ სხვა რამეს ვამბობ და არ ცდილობთ რომ აზრი დავასრულო. აზრი ხო უნდა დავასრულო და მე გამოიტანო და ღონისძიებასთან დაკავშირებით მე ვუღარ. აქვე ღონისძიებასთან დაკავშირებით გეუბნებით ზუსტად რომ ეფხია კასტრაძეს. დიახ. როდესაც ეს ვიდეო გავრცელდა, გაუჩნდა აზრი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მეთქი, რომ შესაძლებელია ამ ვიდეოს გავრცელებას მისი დაკავება მოჰყოლოდა მეთქი. ამის თქმის უფლება მაქვს. რა თქმა უნდა, მაგრამ ეგ ვთქვი, მოусმინეთ. ეგ ვთქვი. ხოდა მაგას ვამბობ მე ზუსტად. მაგასთან დაკავშირებით. რასთან დაკავშირებით შენიშნოს? არ მისმენთო, კიდევ მაგას მიმეორებთ, ბატონო კახა და რას ნიშნავს არ გისმენთ? ეგ ვთქვი, ეხლა არ მithქვამს, არ მისმენთ მეთქი. მე გეუბნებით იმას, რომ ეს თქვი მეთქი წეღან და მაგიტო გითხარით, არ მისმენთ მეთქი, რომ ეს რო თქვი, თქვენ სხვა რამე გაიგეთ მეთქი, მაგას გეუბნებით. არ გავიგე სხვა რამე, რაც თქვით ის გავიგე. არის ოქმი და მოусმინეთ. მაშასე სულ რამდენიმე წუთში განახლდება 8 სინდისის პატიმრის სასამართლო პროცესი და რამდენიმე წუთში ცნობილი გახდება როგორი არის სანქცირებული მოსამართლის თამარ მჭედლიშვილის პოზიცია აღკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით. დღეს გავიგებთ სულ რამდენიმე წუთში გაუღებს თუ არა 8 სინდისის პატიმარს ციხის კარს სანქცირებული მოსამართლე. მადლობა ნანუკა, ეს იყო ნანუკა ქაჯაია.